2 დღის მანძილზე ზესტაფონელ ქალბატონებს 40-დან 70 წლამდე შესაძლებლობა ჰქონდა თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ქალაქიდან გაუსვლელად მიეღოთ. ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში კლინიკა ჰერა სამედიცინო ჯგუფი ზესტაფონში იმყოფებოდა, რამაც საჭირო სერვისის ხელმისაწვდომობა შეუქმნა ათეულობით ქალბატონს. პროგრამა უზრუნველყოფს მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ეხოსკოპიურ გამოკვლევას. სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებების სიმპტომების გამოვლენამდე, რაც როგორც კლინიკის დირექტორი მაია ზივზივაძე გვეუბნება, უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას. მრავალი წელია თანამშრომლობთ სხვადასხვა რეგიონებთან. დავდივართ თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში მოცული ყავს. ზესტაფონში ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს გასვლები. ძალიან მაღალია ყოველწლიურად ზესტაფონში აქტივობა. ეს არის ძალიან სასიხარულო, რომ ამხელა დაინტერესება არის ყოველთვის ზესტაფონის მხრიდან და ეს არის ყველა ექიმის როლი, რომელმაც შეასრულა ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ პაციენტებამდე მიაქვს სწორად ინფორმაცია, რამხელა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს. სკრინინგი არის ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევა და არა დაავადებული. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ეტაპი, რომ ჯანმრთელ პოპულაციაში შემთხვევითობის პრინციპით ხდება ნახვა თუ რამე ჭირთ მათ. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი, რომ აქაური ექიმები სწორად ახერხებენ ამ ინფორმაციის მიტანას. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა სოფლის ექიმს ზესტაფონში, რომელიც ასე კარგად მუშაობს. ასევე მინდა უთხრა ჯეო ჰოსპიტალს, რომელთანაც თანამშრომლობ და მის ხელმძღვანელობას, რომელიც ასე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და ასეთი მაღალი აქტივობა სწორედ მათი დამსახურება. ჩვენი მხრივ აქ მრავალი წელია დავდივართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მოცვაც საკმაოდ მაღალი გვაქვს. გამოვარჩევდი მართლა ზესტაფონის რაიონს სხვა რაიონებიდან იმდენად ყოველთვის მაღალია მოცვა. და მე ვთვლი, რომ ყველა ქალბატონმა უნდა ჩაიტაროს ეს კვლევა, იმიტომ რომ ეს არის იმხელა პრევენცია, რომ ხვალ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, ამიტომ ხვალ ჩვენ ვიცით, რომ არაფერი აღარ დაგვემართება. სკრინინგი არის ის, რაც გვიცავს ძუძუს კიბოსგან და ძუძუს კიბო ძალიან მძიმე დიაგნოზია, რთული გზაა, რომელიც პაციენტს მოუწევს, რომ გაიაროს და ჩვენ სწორედ აი ამ გზისგან ვიცავთ პაციენტებს. სკრინინგით აღმოჩენილი შემთხვევა არის ძალიან საწყისი თუ აღმოჩნდება და მისი მკურნალობა და მისი დაძლევა ძალიან მარტივია შემდეგ უკვე პაციენტის. ამიტომ ყოველწლიური კონტროლზე ყოფნა არის გარანტია თქვენი ყვალინდელი ჯანმრთელობის. ჭადრაკის ფედერაცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხარისხიანი განათლების დანერგვის, ჭადრაკის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის მიზნით აგრძელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, უკვე აპრობირებული პროფესიონალური სასწავლო მეთოდიკის საფეხურების დანერგვას. საფეხურების 3 ტომი ნათარგმნი და დაბეჭდილია. სახელმძღვანელოები უკვე გადაეცათ მწვრთნელებს. წლის ბოლომდე კი დარჩენილი ტომებიც ხელმისაწვდომი იქნება. პირველი ლექცია სემინარის მსმენელთა შორის იყვნენ ზესტაფონის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენლებიც, რომელთაც კურსის დასრულების შემდეგ სხვების მსგავსად შესაბამისი სასწავლო ლიცენზია მიენიჭებათ. შემთხვევით მოხდი ამ სფეროში, სტომატოლოგიაზე მინდოდა ჩავარება, სტომატოლოგიურზე მქონდა პირველი და მოხდი ფარმაციაზე. იქ მომეწონა საგნები, რომელსაც მე გავდიოდი, მომეწონა პროფესიის სპეციფიკა და გადაწყვიტა, რომ დავჩენილიყავი ამ პროფესიაში. ყველაზე კარგი და მე რასაც ყურადღებას ვაქცევ, არის ხალხთან ურთიერთობა. ხალხთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვემსახურებით, რომლებსაც სხვა ფსიქოტიპი აქვს. ზოგი გაბრაზებულია, ზოგი მხიარული შემოდის და ჩვენი ვალდებულება დავეხმაროთ მას. და ასევე, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ფარმაკოლოგია ძალიან საინტერესო საგანია და ყოველ დღე ვითარდება. ზოგადად მიყვარს ხალხის დახმარება, მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი ცოდნით მათ დავეხმარო. ჩემი თავიდან აღმოვაჩინე და ყოველ დღე ვითარდები. ეს შეიძლება იყოს ხალხთან კომუნიკაციასთან დაკავშირებული ან ფარმაკოლოგიური ცოდნის მხრივ. ხალხს უკვირდათ ზოგადად ბიჭი ფარმაცევტი ვერ წარმოუდგენიათ და ზოგადად უნდა იყოს რა ძალიან ბევრი მამაკაცი ამ სფეროში, იმიტომ რომ ეს განვითარებადი სფეროა და როგორც ქალია აუცილებელი ამ სფეროში, ასევე მამაკაციც.
ვარ ამ სფეროში უკვე 3 წელი არის და ჩემი აზრით უკვე ამოვწურე სააფთიაქო საქმე. და ვფიქრობ, რომ ცვლილებები არის საჭირო ზოგადად იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს. ზოგადად ხალხს გონია, რომ ფარმაცია ეს სფერო იწყება აფთიაქიდან და მთავრდება. ანუ ეს ასე არ არის. ზოგადად ფარმაციის სფერო იწყება აფთიაქიდან და არ მთავრდება. ანუ შეგიძლია განვითარდე, ანუ აფთიაქს გაცდე, იმუშაო ქარხანაში, თუნდაც წამლის დამზადებაში მიიღო მონაწილეობა, ასევე ლაბორატორიული კვლევები ჩაატარო და ასე შემდეგ. ვსწავლობ აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტში ფარმაციაზე, ჩემს სფერო რაც არის, იქ ვსწავლობ და თან მუშაობ. ეს არის ძალიან რთული. დღის განმავლობაში ისე უნდა გაანაწილო დრო, რომ სამსახურშიც მოხვიდე თავის დროზე და ლექციებსაც დაეცროთ. ამას ჩემი თანამშრომლები მეხმარებიან და ძალიან დიდი მადლობა მათ და ასევე ჩემი ლექტორები, რომლებიც მითვალისწინებენ. მიზანია, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და ის რაც მინდა, ის გამომივიდეს ცხოვრებაში. რო გადავხედავ ჩემ ცხოვრებას, თქვა რომ აი მე სწორად გავაკეთე ეს და მივაღწიე რაც ქონდა მიზნად დასაქმებული. ეს დრო რაც ჩვენ გვაქვს არის აი რა შეუძლებელი. ყველაფერი მოხდება ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს დრო აღარ დაგვიბრუნდება. ამიტომ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავისთვის, რომ გავხდეთ საუკეთესო ვერსია ჩვენი თავის და აი ვიცი რა არის, პირველ რიგში მგონია რომ მიზანი უნდა დავისახოთ. მიუგოცოთ ბატონ მერავს 90 წელი და დიდი თავში მესი მადლობა კულტურის სამინისტროს თავისთავადია, მერიას, კინოცენტრს, კინოსტუდია ქართულ ფილმს, აი რომელი ერთი დავასახელო, ყველამ დღეს მიიღო ამ ჩვენ შეხვედრაში. 97 წელს პეზაროს საერთაშორისო კინოფესტივალზე დასახელდა მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი და მათ შორის არის მერაბ კოκოჩაშვილის დიდი მწვანე-ველი. ამით უკვე საკმარისია თუ რა დონეზე და რამხელა დიაპაზონზე გაიყვანა კოკოჩაშვილმა ქართული კინო და ქართული კულტურა.